ინსულტი, გუშინ, დღეს, ხვალ. ინსულტი ითვლებოდა მოურჩენელ დაავადებად და ესეც იყო. რა არის ინსულტი საერთოდ? ყველაზე ცუდი რამ უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის ესე იქნება. დღევანდელ დღეს ინსულტი აღარ მოიაზრება უმკურნალებელ დაავადებად, განკურნებადი დაავადებაა. ინსულტის მკურნალობა, მითი თუ რეალობა. მოხდა შეიძლება ითქვას გარღვევა მედიცინაში და ამისთვის დიდი მადლობა კარდიოლოგებს. მაშინაც კი როცა დაავადება მაინც ვითარდება, დროული გახსნის და რეკანალიზაციის პირობებში გამოსავალი უკეთესია. ისინი გათხოვნაში უნდა ხვდებოდნენ პაციენტზე. როცა დრო ტუნია. როცა იცი რომ წამებს და წუთებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ჩვენ ყველა უნდა გავხდეთ მაშველი. ასე ცხოვრებას შეიძლება სიკვდილი ჯობდეს კიდევ. როდესაც რაღაცა საკითხები არის პრობლემური, ჯობია ის სახელდარქმეული იყოს, როცა რაღაცა სახელს დაარქმევ, მე გადაჭრის გზასაც მონახავ. ყველაზე უფრო რთული იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს დაემართა. ძალიან დიდი ინერცია არის ჩვენ საზოგადოებაში. პრობლემის მოგვარება ყველაზე დაბალი საფეხურიდან. უნდა იცოდეს სასწრაფოდ, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება. რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ინსულტის შესახებ? ესაა ჩემი მიზანი, რომ ჩვენ ერთმანეთს უკარნახოთ ქცევის წესები და გავიდეთ იმ საერთაშორისო არენაზე, სადაც ეს წესები მეტად უფრო დაალაგებულია. ნახეთ. ექიმი ნევროლოგი კახა ახვლედიანი სტუმრად ვერიკო ბაზიერთან. მონაგარი კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.